ჩვენთან სტუმრად არის დეკანოზი გიორგი კალანდია, რომელიც გახლავთ სამების ლავრის ივერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური და ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ მამა გიორგი მინა სპეციალურად მრევლისთვის, სმენადაქვეითებული მრევლისთვის ისწავლა ჟესტების ენა და ეს ადამიანები მასთან დადიან მსახურებაზე. ეს ნამდვილად ძალიან დიდსულოვანი, ძალიან დასაფასებელი ჟესტია. მადლობა. ამ ეპოქაში, რომელშიც ახლა ჩვენი მყოფებით პატრიარქის ეპოქაში, განსაკუთრებულ დროში რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რომ მის უწმინდესობას და გაუხარდეს და ეკლესიისთვის ღირებული იყოს. რო გითხრათ, რომ ჩემმა ნაფიქრმა მოიტანა ეს აზრი, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რატომღაც მივედით იმ დასკვნამდე მე და ჩემი უახლოესი გარემო, რომ სადიპლომო ნაშრომი უნდა შექმნილიყო ხრუდა სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, რომ წირვა გვეთარგმნა. შეიქმნა ნაშრომი, შესაბამისად მსახურებაც ჟესტურ ენაზე ტარდება. და ეს არის ის განსაკუთრებული მოვლენა, როცა უფალი ინებებს, რომ სხვადასხვა გზით და მრავალფეროვანი შესაძლებლობით მისცეს ადამიანს ცხონების გზა. სწორედ აქედან გამომდინარე, მე თუ არა სხვა ვინმე იქნებოდა ამ ეპოქაში, რომელიც ამ დროში ამას გააკეთებდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, მე ძალიან მიხარია, რომ მე მომეცა ამის საშუალება. ძალიან დიდი მადლობა, მამაო, ესეთი თხოვნა მაქვს თქვენთან ამ გადაცემას დარწმუნებული ვარ, უყურებენ ასევე თქვენი მრევლის წარმომადგენლები, შეგიძლიათ აუცილებლად შეხედავენ, ხო? თუ შეიძლება, რომ მათ თავიანთ ენაზე, ჟესტების ენაზე მიმართოთ.